ვისაუბრებთ ანემიაზე, რა იწვევს ანემიას, რა არის ანემია, რის გამო ვითარდება და როგორ უმკურნალოდ. ანემია არის, როცა სისხლის უჯრედები რაოდენობრივად არის შემცირებული, ან ჰემოგლობინი არის შემცირებული. ჰემოგლობინი არის ცილა, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი. ანუ ეს ორი მთავარი პარამეტრი გვაქვს, ან სისხლის რაოდენობაა შემცირებული, ან ჰემოგლობინია შემცირებული. ორივე აუცილებელია ჟანგბადის გადასატანად. პირველი ყველაზე ხშირი ნიშანი ანემიის არის დაღლილობა. ადამიანი არის დაღლილი რატო? იმიტომ რომ ქსოვილებს არ აქვს საკმარისი ჟანგბადი, საკმარისი ჟანგბადის არ ქონა ნიშნავს არასაკმარის ენერგიას, ანუ ენერგიის დეფიციტი აქვს ორგანიზმს. ამიტომ დაღლილია. მეორე ყველაზე მთავარი ნიშანი არის ფერმკრთალი კანი. ფერმკრთალი კანი რატო? როცა ჰემოგლობინი ცოტა, ან სისხლის უჯრედები ცოტა, წითელი შეფერილობაც კანზე ნაკლებია, იმიტომ რომ სისხლი ნაკლებია. ამიტომ აი ფრჩხილების ქვეშ კანი, ღრზილები და ზოგადად ადამიანის კანი უფრო ფერმკრთალი აქვს. ფერმკრთალი არის ნიშანი. მესამე ყველაზე ხშირი ნიშანი არის ქოშინი. ქოშინი განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობისას, მაგალითად კიბეებზე თუ არის ადამიანი და იწყებს ქოშინს, ნიშანია იმისი, რომ საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი არ აქვს. მოსვენებულ მდგომარეობაში იშვიათად, მაგრამ ძალიან მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია. ძირითადად არის ფიზიკური დატვირთვის დროს ადამიანი ქოშინებს უფრო მეტად, ვიდრე უნდა ქოშინებდეს, თორე რაღაც არის ფიზიკური დატვირთვის ზღვარი, რომელიც იქითაც ყველა ადამიანი ქოშინებს. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის ეს ადრე არ იყო ისეთი დატვირთვა. ეხლა ქოშინებს. ესეც მიუთითებს ენერგიის ნაკლებობაზე. მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი არის თაბლოს ხვევა და გულის წასვლა და შეიძლება გულის წასვლის შეგრძნება, ან პირდაპირ გულის წასვლა. განსაკუთრებით ეს გულის წასვლის შეგრძნება ადამიანს აქვს, როცა უცებ წამოდგება, ანუ ერთბაშად როცა წამოდგება ფეხზე და მეხუთე არის გულის აჩქარებები. ანუ არითმიები, ანუ პალპიტაცია, ანუ ადამიანს გულისცემა აქვს აჩქარებული უფრო მეტად, იმიტომ რომ ორგანიზმი ცდილობს, რომ მეტი ის სისხლი, რომელიც ცოტა ჟანგბადი გადააქვს, უფრო ჩქარა გადაიტანოს ორგანიზმში, ამიტომ გული აჩქარებულად მუშაობს. ყველაზე ხშირი მიზეზი ანემიის არის რკინა დეფიციტური ანემია. რკინის დეფიციტის გამო ვითარდება ეს ანემია. რკინა რატოა საჭირო? იმიტომ რომ ჰემოგლობინის დამზადებისთვის არის აუცილებელი. ჰემოგლობინი მთავარი ცილა, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს. და აი ჰემოგლობინისთვის კიდე რკინა არის მთავარი კომპონენტი. რკინის მოლეკულა არის შიგნით და გარედან აქვს ცილები რა. ეგ არის ჰემოგლობინი და ამიტომ რკინა ჭირდება. რკინა თუ არ არის, ვეღარ მზადდება ჰემოგლობინი, და ვითარდება ანემია. რა შეიძლება გამოიწვიოს? შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის დროს დიდი რაოდენობის რკინა იხარჯება და იმიტომ გამოიწვიოს როცა ადამიანი არ იკვებება სათანადოდ რკინას არ იღებს, რკინას შეიცავს ხორცი მაგალითად დიდი რაოდენობით და კიდე სხვა პროდუქტები, მათ შორის ხილ-ბოსტნეული ზოგი, მაგრამ ხორცი მთავარი წყაროა რკინის. ზოგ ადამიანს აქვს დაავადება, მაგალითად კრონის დაავადება, ან ცელიაკია, ზოგადი ადამიანი იკეთებს კუჭის ოპერაციას და აი კუჭის ბარიატრიულმა ოპერაციამ შეიძლება გამოიწვიოს. ქალებს მენსტრუაცია აქვს და რკინა სისხლი იკარგება, რკინაც იკარგება მათ შორის. ანუ რკინა რო იკარგება, ის ადვილად ვერ აღდგება და ამიტომა რომ ადამიანი როცა კარგავს სისხლს, კარგავს რკინასაც და რკინის რეზერვი თუ საკმარისი არ აქვს, მაშინ რკინა დეფიციტური ანემია ვითარდება, რაც ქალების შემთხვევაში. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი ანემიის არის ქრონიკული დაავადებები. ქრონიკული დაავადებებს ანთებით ანემიასაც ეძახიან. აზრი ის არის, რომ როცა ორგანიზმში ანთებაა, მიუხედავად იმისა, რომ რკინა შეიძლება საკმარისი რაოდენობით იყოს, წარმოიქმნება ნაკლები ერითროპოეტინი და ნაკლებად სტიმულირდება სისხლის უჯრედების წარმოქმნა. ანუ ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია რეალურად, რომ როცა ცუდად არის ორგანიზმი, ნაკლები სისხლი წარმოიქმნება, ოღონდ ეს დამცველობითი არის არასრულყოფილი დამცველობითი მექანიზმია, შეცდომით დამცველობითი მექანიზმია და არა პირდაპირ, იმიტომ რომ ორგანიზმი აკეთებს იმას, რომ ეს რკინის მარაგები არ მოხვდეს პათოგენების ხელში, მაგალითად ინფექციის ხელში, რომლისგანაც იცავს იდეაში, მაგრამ სამაგიეროდ საკუთარ თავს აზარალებს და მერე სისხლის წარმოქმნა არის შემცირებული. რამ შეიძლება გამოიწვიოს ეგეთი ანემია რომელმა დაავადებებმა?
გამოიწვევს ტუბერკულოზმა, იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეულმა დაავადებამ, HIV ინფექციამ, რევმატოიდული ართრიტი, სხვა მაგალითად თირკმელების დაავადებები, სხვა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვევს ამ შემთხვევაში ქრონიკულმა ბევრმა დაავადებამ, მათ შორის ზოგიერთმა სიმსივნემაც, აი ესეთი ანემია. ან კრიტიკული განსხვავება რა არის ამათ შორის, რომ ძირითადად მაგალითად როცა რკინა დეფიციტური ანემია, მაგ დროს რკინა გვაქვს ცოტა, ჰემოგლობინი გვაქვს ცოტა და სისხლის უჯრედებიც არის პატარა. იმიტომ რომ სისხლის უჯრედები უნდა შეისვას იმ ჰემოგლობინი, თუ ჰემოგლობინი გვაქვს ცოტა, სისხლის უჯრედიც არის პატარა. ანუ თქვია მაკროციტული და ჰიპოქრომული. მაკროციტული ნიშნავს რომ უჯრედი პატარაო, ჰიპოქრომული ნიშნავს რომ კაი მუქი არ არისო ეს უჯრედიო. იმიტომ რომ ცოტა რკინა გვაქვს, ცოტა ჰემოგლობინი გვაქვს. ამის გამო და აი ამ შემთხვევაში როცა ქრონიკული დაავადებითაა გამოწვეული ანემია, გვაქვს ნორმოციტული ანემია. ნორმოციტული ნიშნავს რომ უჯრედების ზომა კი კარგია, ნორმალურია, მაგრამ თვითონ უჯრედებია ცოტა. ანუ ანემია გვაქვს, მაგრამ რაც არის სისხლის უჯრედები ნორმალური ზომის არის, ეგ არის აზრი. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი არის B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემია და აქ რაშია საქმე? B12 ვიტამინი აუცილებელია DNM-ის სინთეზისთვის. DNM-ის სინთეზი და ასევე სხვა პროცესებში მოწმობს სისხლის უჯრედის წარმოქმნის და მომწიფების B12 და ამ დროს რა ხდება, რომ კი წარმოიქმნება ეს უჯრედები, მაგრამ ვერ მწიფდება კარგად. აი ამას შეუშლის ხელს B12 ვიტამინის დეფიციტი, რომ უჯრედები გვაქვს, სისხლის უჯრედები, მაგრამ არ არის მომწიფებული კარგად. და მაგ დროს გვაქვს დიდი უჯრედები. ანუ დიდია ეგ უჯრედები, იმიტომ მომწიფებელია, მომწიფებული უჯრედები პატრავდება უფრო. მომწიფებელი უჯრედები არის დიდი. და ესაა განსხვავება, რომ თუ მაგალითად რკინა დეფიციტურის დროს გვაქვს მცირე ზომის უჯრედები, მაგალითად ქრონიკული დაავადებების დროს გვაქვს ნორმალური ზომის სისხლის წითელი უჯრედები, აი ამ შემთხვევაში B12-ის დროს გვაქვს დიდი სისხლის დიდი წითელი უჯრედები, რომელსაც ეძახიან მეგალობლასტებსაც ან მაკროციტულს, ამიტომ თუ გაიგეთ მაკროციტული ანემიაო ან მეგალობლასტური ანემიაო, როგორც წესი ნიშნავს B12 ვიტამინით დეფიციტურ ანემიას. B12 ვიტამინის დეფიციტი როდის ემართება ადამიანს, როცა არ იღებს B12 ვიტამინს საკმარისად. მაგალითად, ვეგეტარიანელების და ვეგანების მთავარი პრობლემაა ეგ. ასევე არის როცა B12-ის დარღვევა შეწოვა დარღვეული, ეგ პრობლემა, ეგ როდის ვითარდება, როცა მაგალითად კუჭის უჯრედები ზიანდება ავტოიმუნური პროცესების შედეგად, რომლებიც წარმოქმნიან შინაგან ფაქტორს და ამ შინაგანი ფაქტორის დეფიციტი როცა გვაქვს, B12 ვიტამინის შეწოვა დარღვეულია. ამას ქვია სპეციფიური სახელი, რომ პერნიციული ანემია. პერნიციული ანემია არის B12 ვიტამინის დეფიციტური ანემიის ერთ-ერთი ფორმა, სპეციფიური ფორმა, რომელიც ნიშნავს, რომ არის ავტოიმუნურად დაზიანებული ეს შინაგანი ფაქტორის გამომშავებელი უჯრედები. ასევე B12 ვიტამინის დეფიციტი გვაქვს კუჭის ოპერაციის მერე, კრონის დაავადების დროს, ცელიაკიის დროს და უფრო მეტად ხდება ასაკოვანებში და ვეგეტარიანელებში, რომელიც არ ჭამენ ხორცს და შესაბამისად B12-ის წყარო არის ცხოველური პროდუქტები. როცა არ იღებს ადამიანი, ვერ იღებს B12 ვიტამინს. მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი არის ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, ან ფოლატის დეფიციტი. ფოლიუმის დეფიციტიც ასევე აი B12-ს რაც ახასიათებს, რომ აუცილებელია DNM-ის სინთეზისთვის და უჯრედების მომწიფებისთვის, ფოლიუმიც ასევე აუცილებელია მაგისთვის. და როცა ფოლიუმის დეფიციტი გვაქვს, ასევე გვაქვს მომწიფებელი, არა კარგად ჩამოყალიბებული დიდი წითელი უჯრედები, რომელსაც მეგალობლასტები ქვია და აქაც მაკროციტული ანემია გვაქვს. ან მაკროციტული ანემია როცა არის, ან B12-ის დეფიციტია, ან ფოლიუმის დეფიციტია.
ფოლიუმი მწვანე მცენარეების შემადგენლობაში შედის, იშვიათია პირდაპირ ფოლიუმის დეფიციტი, თუ ადამიანს აქვს ცელიაკია, ან საწმისმომნელებელი დაავადებები, სხვა მნიშვნელოვანი კრონის დაავადება ვთქვათ. ასევე ალკოჰოლიზმის დროს არის ხოლმე პრობლემა, ასევე ორსულობის დროს და ასევე ზრდისას, როცა ბავშვები აქტიურად იზრდებიან, მაგ დროს ფოლიუმი საჭიროა ზრდისთვის. და ორსულებში კიდე მნიშვნელოვანია, ორსულებს დიდი რაოდენობით სჭირდებათ ფოლიუმი და ფოლიუმი ნერვული ღერის ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი ნაყოფში, ამიტომ ორსულებს ყოველთვის უნიშნავენ ფოლიუმს პირდაპირ, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ანემია, ის რომ ფოლიუმს უნიშნავენ, ის პირდაპირ კავშირში არ არის ანემიასთან, ის ჭირდება ბავშვს, ამიტომ ყველა ორსულს უნიშნავენ ფოლიუმს. და მეხუთე მიზეზი ანემიის არის ჰემოლიზური ანემია. ჰემოლიზური ანემია ნიშნავს, რომ სისხლის უჯრედები იშლება და სისხლის უჯრედების დაშლის შედეგად ჩვენ გვაქვს ცოტა სისხლის უჯრედები. ანუ ჰემოლიზი სისხლის დაშლა ამ შემთხვევაში. ეს რა დროს გვაქვს ხოლმე ესეთი მდგომარეობა გენეტიკური დაავადების დროს, მაგალითად sickle cell ანემია ქვია, როცა ჰემოგლობინის სინთეზია დარღვეული და არასწორი უჯრედები წარმოიქმნება და ეს არასწორი უჯრედები იჭერება მერე სისხლძარღვებში და იშლება და კვდება და ესე ვითარდება ანემია. თალასემია კიდე ეგეთი დაავადება, გენეტიკური დაავადება, ეგეც ჰემოგლობინის მემკვიდრული სფეროციტოზი ასევე, რომელიც გენეტიკური დაავადება, ანუ გენეტიკური დაავადებების გამოა ძირითადად, თუმცა შეიძლება მაგალითად წამლების შედეგადაც განვითარდეს ასევე ჰემოლიზი ან სისხლის დაშლა, ასევე შეიძლება მექანიკური სარქველი გულში ჩააყენონ და მაგის გამო განვითარდეს, ეგეც შესაძლებელია, თუმცა უმეტესად მაინც გენეტიკური დაავადებების გამოა. ახლა ვთქვათ, რომელი ტესტები უნდა გაიგოს ადამიანმა და აი ეს ტესტებით როგორ ხვდებით, ხო, ან რის გამოა, ხო არ ვიმკითხავებთ, რომელი ანემია უნდა მივხვდეთ და უნდა არსებობდეს რაღაც ტესტები, ხო, რითიც მივხვდებით. ყველაზე მთავარი რაც უნდა იმახსოვროთ არის ორი რამე. ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი. ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი თუ დაკლებულია, ეს ანემია. ანუ ანემიის კლასიკური მახასიათებელია ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი. მეორეს მხრივ არის MCV, ესე ქვია, mean corpuscular volume, ანუ საშუალო კორპუსკულარული მოცულობა, ესეთი მაჩვენებელია, რომელიც ასევე შეიძლება დაიმახსოვროთ, რომ როცა არის მაგალითად შემცირებული, ეგ არის მიკროციტული ანემია, ანუ ეგ მიუთითებს, რომ რკინადეფიციტური ანემია, როცა არის ნორმოციტული, ანუ საშუალო როცა MCV, როცა ნორმაშია, ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აქვს ნორმოციტული ანემია, ანუ აი დაავადებით გამოწვეული ანემია, მაგალითად ქრონიკული დაავადებით გამოწვეული, როცა მომატებულია, მაშინ ნიშნავს, რომ დიდი უჯრედებია, რაც ნიშნავს იმას, რომ აი B12-ით გამოწვეული ანემია მაგალითად. ასევე რეტიკულოციტებია კიდევ მნიშვნელოვანი, რეტიკულოციტები მაგალითად მაღალია მაშინ, როცა ჰემოლიზური ანემიაა. ანუ ჰემოლიზური ანემიების დროს რეტიკულოციტები მაღალია, რას ნიშნავს? რეტიკულოციტები ნიშნავს, რომ წინამორბედი, ანუ სისხლის არამწიფე უჯრედები, რამდენი წარმოიქმნება, ანუ ორგანიზმი ცდილობს თუ არა, რომ ბევრი და ბევრი სისხლის უჯრედები წარმოქმნას აი ამის საპასუხოდ. ეგ ხდება მაგალითად ჰემოლიზური ანემიების დროს. მაგრამ ვთქვათ, როცა არის ვიტამინების დეფიციტი ან რკინის დეფიციტი, მაშინ ეგ მაგ დროს არის დაბალი რეტიკულოციტები პირიქით. ჰემოგლობინი მოკლედ თითქმის ყოველთვის დაკლებულია ყველანაირი ანემიის დროს. როცა რკინადეფიციტური ანემიაა, მაგ დროს რკინის დონეა დაკლებული სისხლში, ასევე MCV დაკლებულია და ან მიკროციტული ანემია და MCH-იც ასევე დაკლებულია. სისხლის ჩვეულებრივ ტესტებში არის ეგ მაჩვენებლები და მაგით შეიძლება იხელმძღვანელოს ადამიანმა. ასევე ფერიტინის დონე არის დაკლებული, რომელიც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია რკინადეფიციტური ანემიის. მაგალითად, თუ კი სისხლის ანალიზებში ჰემოგლობინი დაბალია, ნორმალურია MCV და მაგალითად ნორმაშია ან მომატებულია ფერიტინი, აი ეგ ნიშნავს ქრონიკული დაავადებით გამოწვეულ ანემიას.
ანუ ანთებით ანემიას და ეგ ზუსტად ეგაა განმასხვავებელი ფერიტინის დონე ამ შემთხვევაში ძალიან განმასხვავებელი იმ რკინადეფიციტური ანემიისგან თუმცა MCV-ც მნიშვნელოვანია რომ მაგალითად იქ პატარა უჯრედები გვაქვს რკინადეფიციტური ანემიის დროს და აქ ნორმოციტები გვაქვს ანუ ნორმალური ზომის უჯრედები გვაქვს ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ანემიების დროს მაგრამ ფერიტინი უფრო მნიშვნელოვანი განსაზღვრელია, იმიტომ რომ მაგალითად ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ანემიის დროს შეიძლება MCV მანდაც ცოტა დაბალი იყოს, მაგრამ ფერიტინი თუ ნორმაში და მაღალია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ეს არის ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ანემია და არა რკინის დეფიციტით გამოწვეული. B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს MCV გვაქვს მაღალი, პირიქით მომატებულია და B12-ის დონე სისხლში დაკლებულია. შინაგანი ფაქტორის ტესტიც კეთდება და მის წინააღმდეგ ანტისხეულები არის პოზიტიური და ეგ ნიშნავს პერნიციულ ანემიას ეგ თუ იქნება. ჰემოლიზური ანემიის დროს არაპირდაპირი ბილირუბინი შეიძლება იყოს მაღალი, რომელიც ჰემოლიზის მაჩვენებელია. სისხლის უჯრედების დაშლის მაჩვენებელია. და ეხლა ვისაუბროთ როგორ ხდება ანემიების მკურნალობა. ანუ ყველაზე ხშირი მიზეზი არის რკინის დეფიციტი და 50% შემთხვევაში რკინის დეფიციტი გვაქვს და ამიტომ რკინის დანამატები, საკვები დანამატები არის მკურნალობის მთავარი საყრდენი რეალურად ანემიების უმეტესობის 150-დან 200 მგ-მდე ინიშნება ხოლმე ხშირად რკინა სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს რკინის სულფატი ან გლუკონატი კიდე შეიძლება სხვადასხვა ფორმები იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირი არის ხოლმე სულფატი და გლუკონატი, რომელსაც ნიშნავენ უმეტესად. დღის განმავლობაში 2-3ჯერ მიიღება ხოლმე, ეს დოზა არის გაყოფილი 2-3ჯერ როგორც წესი. ასევე C ვიტამინის მიღებაც მნიშვნელოვანია, რომ რკინის შეწოვა გაძლიერდეს. კალციუმთან, ანტაციდებთან და ჩაიყავასთან ერთად რკინის მიღება არ არის სასურველი, რადგან მის შეწოვას ხელს უშლის. C ვიტამინის მიღება სასურველია. ხორცის მიღება, მწვანე მცენარეების მიღება სასურველია, რადგან შეიცავენ C ვიტამინს ეგენიც. თუ კი გამოსავალი არ არის და მაინც ძალიან საჭიროა ინტრავენურად რკინის გადასხმა შესაძლებელია რთულ შემთხვევაში, მაგრამ როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ეგ საჭირო არ ხდება ხოლმე. ქრონიკული დაავადებით თუ გამოწვეული ანემია შეიძლება ერითროპოეტინი დაინიშნოს სისხლის უჯრედების წარმოქმნის სტიმულაციისთვის. შეიძლება ზოგ შემთხვევაში რკინაც მისცენ ესეთ ადამიანს, იმიტომ რომ რკინის დეფიციტით შეიძლება იყოს ამავდროულად წარმოდგენილი. თუ B12-ის დეფიციტით გამოწვეული ანემია აქვს ადამიანს, B12 ვიტამინის საკვებ დანამატებს უნიშნავენ ხოლმე. შეიძლება კუნთებში იყოს გასაკეთებელი, თუ მაგალითად აბსორბცია ადარღვეული, მაგალითად პერნიციული ანემიის დროს შეიძლება აბების სახით იყოს. ძირითადად მაღალი დოზებით ნიშნავენ ხოლმე. ფოლიუმის შემთხვევაში ფოლიუმის საკვები დანამატები ინიშნება, ან ფოლიუმით მდიდარი საკვები არის მწვანე მცენარეები, მოკლედ მწვანე რაც არის თითქმის ყველაფერი შეიცავს ფოლიუმს და ჰემოლიზურ ანემიას სჭირდება სპეციფიური მკურნალობა, იქიდან გამომდინარე რითია გამოწვეული ეს ჰემოლიზი. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.